ეხლა კი კიდევ ერთი ორთაბრძოლა ბოლოს წინა და რინგის ლურჯ კუთხეში ჩვენ ვხედავთ გიორგი ხადურს 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში რუსთაველი მოკრივე წარდგება რინგზე მისი მეტოქე კი თბილისელი ელშან ბაირამოვი დებიუტანტი მოკრივე იქნება რაც შეეხება ბაირამოვს მის შესახებ მე არ შემიძლია ბევრი ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს რაც შეეხება გიორგი ხადურს ხადური ძალიან კარგი მოკრივეა ძალიან კარგი პიროვნებაა რუსთაველი მისი მწვრთნელიც შალვა მამაცაშვილი გახლავთ კარგი კრივის კლუბი აქვს ძალიან შეკრული კოლექტივია და მორიგ ორთაბრძოლას იღებს გიორგი ხადური ქონდა პატივი უცხოეთში გამართულ ერთ-ერთ ბრძოლაში მე ვიყავი გიორგი ხადურის სეკუნდანტი და შემიძლია ვთქვა რომ რამდენადაც კარგი მოკრივეა იმდენად კარგი პიროვნებაა ხადური შესაბამისად ველით მისგან საინტერესო ბრძოლას რაც შეეხება მის მეტოქეს იმედი ვიქონიოთ რომ კარგ ბრძოლას შემოგთავაზებს ეს მოკრივეც დებიუტანტი მოკრივეა აი ცდილობს რომ ახლოს შევიდეს ორთაბრძოლაში კორპუსში ცდილობს ბაირამოვი იმუშაოს დებიუტანტ მოკრივეებზე მე უკვე ვისაუბრე რომ ხშირად უჭირთ ადაპტაცია გახსნა ვნახოთ რამდენად მოახერხებს ბაირამოვი ამ ყველაფერს ხადური გაცილებით გამოცდილია შესაბამისად ადაპტირებულია პროფესიონალური კრივის რინგზე და ერთადერთი რაც არის რომ აჩვენოს საკუთარი მზადების დონე ელას ხერტლაძე მოუწოდებს რომ ინტენსიურად იბრძოლონ არ მოეწონა მათი დარტყმები და გააქტიურდნენ მოკრივეებს აი ხედავთ კარგი დარტყმა გაუტარა ხადურმა ბაირამოვს კიდევ ბაირამოვი ცდილობს უპასუხოს თითქოს ბევრ დარტყმებს აკეთებს ბაირამოვი მაგრამ ხადური ყოველთვის უფრო ზუსტია დაცვაში იღებს დარტყმებს და შემდეგ აი მარცხენას კარგად პასუხობს სახეში უცელიც მოუსინჯა ხადურმა და ნელ-ნელა კუთხეში მიიმკვდია ბაირამოვი თუმცა ბაირამოვი არ ჩერდება აქტიურად თითქოს რაღაც აი ძლიერი დარტყმები აკლდა ამ ყველაფერს და ხადურმა გააკეთა აი ეს ძლიერი დარტყმაც გვიძილში კლავ და კარგი დარტყმები გაუტარა ეხლა ხადურმა უცნაური მოძრაობა გააკეთა ბაირამოვმა თუმცა აი ხადურს ემჩნევა რომ ნელ-ნელა უპირატესობას და საკუთარი გამოცდილების და კლასის ხარჯზე მოიპოვა თითქოს რაუნდის ბოლოს უპირატესობა გიორგი ხადურმა შალვა მამაცაშვილი მას მისცემს ახლა დავალებას რაც შეეხება ბაირამოვს ცდილობს თითქოს სწრაფადაც ცდილობს გააკეთოს მაგრამ თითქოს ძალა აკლია და აი ეს გამოცდილების ამბავია ხოლმე შემთხვევაში თუნდაც ის უცნაური მოძრაობა რაღაც მომენტში თუნდაც ზოგადად მოძრაობები რინგზე ნათლად აჩვენებს რომ არ აქვს იმდენი გამოცდილება ამ მოკრივეს თუმცა ყველაფერი არის ადაპტაცია ყველაფერი არის მონდომება, ბევრი სპარინგი, ბევრი ასპარეზობა, ბევრი ბრძოლა და გამოცდილება დროთა განმავლობაში მოდის. სადებიუტო ბრძოლაა ბაირამოვისთვის, როგორც უკვე გითხარით.
ახლა კი ვნახოთ მეორე რაუნდში რას შეცვლიან მოკრივეები. ნაუ ხედავთ აი ხადური უკვე გაცილებით თავდაჯერებულია. ბაირამოვი თითქოს არც უყურებს ისე ურტყავს და აი ხედავთ ხადურის კარგ დარტყმებს, ინტენსიურ მოქმედებას. აი ასე ხედავს ყველაფერს მოძრაობს და ზუსტ დარტყმებს აყენებს გაცილებით ხადური მეტოქის. კიდევ ერთი კარგი დარტყმა. ბაირამოვს კი მეტად მართებს კონცენტრაცია. აი ღვიძლში მიიღო კიდე დარტყმა ხადურისგან, ეხლა ტკივა ნამდვილად, მაგრამ უძლებს ბაირამოვი. თუმცა კიდევ და რთულ სიტუაციაშია. ხადურ შეუძლია ეხლა ამის არ ვიცი რატო არ მიყვა ბოლომდე შეეძლო აი აქვე დაემთავრებინა ეს ორთაბრძოლა. ბევრი დარტყმა გაუშვა უკვე ელშან ბაირამოვმა. კიდევ ღვიძლში რამოდენიმე დარტყმა და მე მგონი ამ ბრძოლის გაგრძელება დიახ, სწორი გადაწყვეტილებაა ნამდვილად. ვეღარ უწევდა წინააღმდეგობას ნამდვილად ელშან ბაირამოვი მეტოქეს. ნუ რა შეიძლება ითქვას, ულოცავთ გიორგი ხადურს, აშკარად სხვა კატეგორიაში ასპარეზობს ხადური, ბაირამოვს კი ულოცავთ დებიუტს. სამომავლოდ უსურვებს წარმატებას. ჩვენ ხედავთ ჰაილაითებს ამ ორთაბრძოლის პირველ რაუნდში თუ კი შეძლო წინააღმდეგების გაწევა ბაირამოვმა, მეორე რაუნდში უკვე ხადურმა აღარ დაინდო მეტოქე და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა ვადაზე ადრე. წარმატებები გიორგი ხადურს, წარმატებები ბატონ შალვა მამაცაშვილს და მის კრივის კლუბს, რუსთაველ მოკრივეებს და ეხლა კი მთავარი ბრძოლის დრო დადგა.